მოგესალმებით მეგობრებო. ახლა მე ჩემი განხრა იცით, რომ კარმული ასტროლოგია არის, ასტროფსიქოლოგია არის, ეზოთერული ასტროლოგია ძირითადად ამ ფარგლებში მუშაობ და ძალიან ბევრს ვიკვლევდი საერთოდ ოჯახურ კარმაზე, ოჯახურ ველზე. ადრეც მაქვს რამოდენიმე ვიდეო ამ თემაზე დადებული, როგორ მუშაობს ოჯახური ველი. საერთოდ როცა კარმულ ასპექტებზე ვლაპარაკობთ, როგორც წესი, ორნაირად შეგვიძლია ეს ავხსნათ. ეს შეიძლება როცა კარმულ პროგრამებზე და კარმულ პლანეტებზე და ფიქტიურ წერტილებზე ვლაპარაკობთ, ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით ეს არის პირდაპირ ოჯახური ველი, გვარში რა ხდებოდა რა, ენერგოველი შეიკრა დადებითიც და ნეგატიურიც, აქ ორივე სქემა არის ხოლმე, როგორც წესი ნაჩვენები. რომელიც შეიძლება ისე ფონში, მაინც-ამაინც ჩვენ ვერ ვაცნობიერებდეთ ხოლმე, თუმცა კონსულტაციაზე, ასტროკონსულტაციაზე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მე ამ ოჯახური ველის გაცნობიერება შესწავლას. იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს ოჯახური ველი მუშაობს ჩვენთან როგორც პროგრამები, როგორც ქცევები, ეს შეგვიძლია ესე ვთქვათ, მერე როგორც ქცევა, როგორც ხასიათი, როგორც ინტროექტი მაგალითად, ხო, რომელსაც ჩვენ ასევე ვიმეორებთ მერე შვილებთან, მეგობრებთან, სოციუმთან, ანუ იგივე პატერნებს ვაგრძელებთ ხოლმე როგორც წესი. ეს არაცნობიერად ხდება, რა თქმა უნდა, თუმცა მე პირადად ასტროკონსულტაცია და საერთოდ კარმული ასტროლოგიის კუთხით ამის შესწავლა ძალიან კარგად მაჩვენებს, რაზე გვაქვს ჩვენ სამუშაო, რა ველი არის დასამუშავებელი ოჯახურად, ხო? და რა პატერნებზე არის ფსიქოლოგიურად ჩვენში სამუშაო, რომელიც მე აღარ გადადის ასე თუ ისე ნეგატიური ინტროექტებით. ჩვენ შთამომავლობა იქნება ეს თუ გარემოზე და ამავე დროს, ეს შეიძლება დეიდის, ბიძის როლში გადავიდეს, არ არის აუცილებელი ხო პირდაპირ შვილზე იყოს ლაპარაკი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გაცნობიერება, აი ამ ოჯახური ველის პოზიტივის უფრო გააქტიურება და იმ ნეგატიურ ინტროექტებზე, ესე რომ ვთქვათ, მუშაობა, რადგან ფაქტიურად აი კარმული ასტროლოგიით რო გითხრათ, ველი, ოჯახური ველი, ოჯახური ენერგეტიკა ამას ითხოვს ხოლმე ჩვენგან, რომ რაღაც გამოვასწოროთ, რაღაც ოჯახის გვარში დაწყებული პროგრამები და მან სახლებიც გვაქვს ჩვენ ასტროლოგიაში, რომელიც მიმანიშნებს მაგალითად, საიდან დაიწყო ეს კარმული პროგრამა, ბებია ბაბუიდან თუ კიდე უფრო შორიდან მაგალითად ეს არის გენეტიკური გზავნილები თუ ეს არის მაგალითად გარემოცვითი გზავნილები, ხო? აი მაგალითად ოჯახში იყო რა სიტყვის ხალხი, ამის ცნება და შესაბამისად ეს ოჯახისთვის უკვე საკმაოდ ამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდა, ხო? სიტყვაზე, ხო? ოჯახს მე არ გულისხმობ მშობლებს, მარტო იქ არის აი მინიმუმ, როცა საგვარეულო კარმაზე ვლაპარაკობთ, მინიმუმ 1-5-6 თაობა არის ხოლმე აქ გათვლილი და სხვათაშორის ამ თემაზე საკმაოდ ვრცელი ლექცია მექნება ახლა 8 ივნის და ვისაც გააქვთ სურვილი შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე ყველგან არის დადებული ეს ივენთი და თუ ვისაც გექნებათ სურვილი დაესწროთ ამ ლექციას. იცით რა არის ეს ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო თემა იყო და ძალიან ბევრი წლები ვიკვლევდი აი ამ კარმული ასტროლოგიის ოჯახური ველის სფეროს, თუნდაც იმ კუთხით, რომ ვიკვლევდი ადამიანების მთელი წინაპრების რუკას, როგორც ჩემი მაგალითად, ჩემი წინაპრების ერთი 4 თაობა ფაქტიურად მაყავს ესე რუკებით გამოკვლეული, მთელი ოჯახური ველი მაქვს ხოლმე, ესე ვსწავლობდი ხოლმე ან ჩემ ახლობლებში, ან ჩემს კლიენტებთან თუნდაც ხშირად იყო ესე რაღაც ოჯახურად უყურებდით ხოლმე რუკას და ძალიან საინტერესო არის ხოლმე ამ ოჯახური ველის დაკვირვება, როდესაც ვხედავთ, როგორ მეორდება წინაპრების რუკები ადამიანებთან და როგორ მიანიშნებს ეს, რაც ვერ დახურა თითქოს წინაპარმა კონკრეტულად ამ ადამიანთან რა შეიძლება იყოს. ზოგს აქვს მაგალითად მამის საგვარეულოდან გამოყოლილი ნეგატიური პროგრამა და არა დედის მაგალითად, ხო? და ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ ადამიანს აქვს მისია რაღაც რო ოჯახური ველიდან რაღაცა გაასუფთავოს, ესე ვეძახით ხოლმე გასუფთავებას და
გოლახდილად რო გითხრათ, ეხლა ლექციაში ამას კიდევ უფრო ღრმად ჩავშლი, ვიდეო ლექციაში, ონლაინ ლექცია მექნება. კიდევ უფრო ღრმად ჩავშლი ამას, რა თქმა უნდა, იქ უკვე სიუჟეტებს მოვყვები, ისტორიებს მოვყვები. ყოველთვის გავდივართ კარმულ ასტროლოგიაში და სხვათა შორის რეგრესიულ ჰიპნოზს, რომელიც ახლობით 10 წელი ვიკვლევდი და დღემდე ვიკვლევ ამ თემას, კარმული ასტროლოგიიდან რეგრესიული ჰიპნოზის გაცნობიერება. აი ამას რო ვიკვლევდი, ხშირად როცა საგვარეულო პროგრამებზე გავდივართ, ადამიანები ხედავდნენ ხოლმე როგორც წინა ცხოვრებებს, რომელიღაც ინკარნაციაში რაღაცნაირად მსგავს ისტორიაში ყოფას, რომელიც ჩვენთან კარმულ ასპექტებში ეს ჩანს ასტროლოგიაში ძალიან კარგად. და როდესაც არის აი ესეთ ღრმაშრებზე აქ საუბარი, წინა ინკარნაციებს როცა ვიძახით, ოჯახურ ველს როცა ვიძახით, მაგალითად იუნგის ფსიქოლოგიის მომხრეები ამას დაარქმევდნენ, რომ ეს არქეტიპული ენერგიები არის და ჩვენ კოლექტიურ ველში შევდივართ, კოლექტიურ არაცნობიერში შეიძლება შევდიოდეთ და იქ ხედავდეთ ამ ემოციებს. ხო, მაგალითად, ეხა ბაბუამ თუ რაღაც ვერ გააკეთა თავის ცხოვრებაში და ფსიქოლოგიაშიც გავდიოდით სხვათა შორის ამას, აქ ველის თეორიაზე არის აქ ლაპარაკი და იუნგმა შემოიტანა სხვათა შორის ესე თავიდან ესე ღრმად ეს ველის თეორიაში, რომ აი ეს წინაპრების თემატიკა ჩვენთან ძალიან არის თითქოს დაკავშირებული აი ამ არაცნობიერში კოლექტიურ არაცნობიერში სურათ ხატებს. ჩემი პირადი კვლევებით ეს ხშირად იყო უფრო აი რეინკარნაციის თემატიკა მაგალითად, ხო შეიძლება ადამიანი საერთოდ რომ არც იცის რა ჯერა უბრალოდ ჰიპნოთერაპიაზე არის და ხედავს თავის თავს საერთოდ სხვა პლანეტაზე, სხვა ჰაბიტუსით, სხვა ცნობიერით. იქ არის ადამიანი, მთლიანად ხელში არის, იმ არსებაში არის. ზოგი შეიძლება ხედავდეს თავის თავს საერთოდ ცხოვრებებს შორის, საიდანაც ჩამოყალიბდა რაღაც ემოციები, ხო? ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ეს ჰიპნოთერაპიის კვლევა ამ მიმართულებით კარმული ასტროლოგიის განხრით და ამიტომ ამბობ, რომ ჩემი განხრა იყო ყოველთვის უფრო ესეთი ძალიან ღრმა არაცნობიერი პროგრამები. აქ როგორც წესი, წინა ინკარნაციულ სისტემას ავიღებთ თუ ოჯახურ ველს ავიღებთ, ეს როგორც წესი ერთი პროგრამა არის ხოლმე, ერთი ემოცია, ერთი რაღაც დაუსრულებელი, აი გეშტალტ ფსიქოლოგიას თუ შემოვიყვან, აქ დაუსრულებელი გეშტალტები არის, რომელიც ხა ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ასპექტით თუ შევხედავთ, ეს არის ჩემი ბებია-ბაბუის მიერ ვერ დასრულებული ისტორია, ან განუხორციელებელი ოცნებები, რომელიც შეიძლება მეც იგივე სიბრტყეში შევიდე, ისე ვერ ვასრულებდე, ან შეიძლება პირიქით როგორც იქნა, ის გავაკეთო, რაც მათ ვერ გააკეთეს სიტყვაზე, ხო? და აი ესეთ ველში ჩვენ შეიძლება საერთოდ გაცდა გქონდეს, რომ ეს ჩემი არ არის, ეს ჩემი წინაპრებისა, თითქოს ან არ ვიცი ვისია, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა დავხურო. და შეიძლება აქ გამოვლინდეს ისეთი მომენტი, რომ ჩემმა წინაპრებმა რაღაც მიქარეს, რაღაც არ დაასრულეს, რაღაც არ გააკეთეს და მე მიწევს ამის გაკეთება და მე ამას ვერ ხვდები. რომ ეს ველში მომიწია, ოჯახურ ველში მომიწია, მაგრამ კარმული ასტროლოგიით თუ შევხედავთ რეინკარნაციული ასტროლოგიით, მე სადღაც ის წინაპარი, ჩემი, მე ვიყავი რომელიღაც ინკარნაციაში, საერთოდ სხვა ისტორიაში, მაგრამ თემა იგივე იყო. ანუ იცნება რომ აი ბაბუას ნაჭამმა დაწურულმა ყურძენმა შვილიშვილს მოჭრა კბილი, აი ეს ცნება კარმულ ასტროლოგიაში დიდად არ მუშაობს. ის რომ ვიღაცა იყო დამნაშავე და მე ამაზე ვაგებ პასუხს კარმულ ასტროლოგიას ხანერად ამბობს რომ ის ვიყავი მე. ანუ ფაქტობრივად ჩვენ წარსულთან გვაქვს ხოლმე შეხვედრა, ჩვენს პირად მოქმედებებთან, პირად ემოციებთან, პირად დაუხურავ გეშტალტებთან, ესე რომ ვთქვათ, კარმულ დონეზე გვაქვს ურთიერთობა და არა ბაბუა, ბებია. ფაქტობრივად აი აქ არაცნობიერში ეს კოლექტიური არაცნობიერი ცნება, ჩემი აზრით, შემოდის ზუსტად იმაში, რომ ფაქტობრივად ის სხვა ბებია, ბაბუა, ეს ყველაფერი ჩვენ ვართ ოდესღაც რომელიღაც ცხოვრებებში განცდილი ემოციებით, მსგავსი იზიდავს პრინციპით.
აი ეს შემიძლია თქვა ამ ლოგიკით თუ შევხედავთ კარმული ასტროლოგიის ლოგიკით უფრო ამ ხრიდან ესე რომ ვთქვათ ესე შეიძლება დავინახოთ და ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ველით როცა ოჯახურ სცენარებზე ლაპარაკობთ აქ ასტროლოგია ძალიან კარგად გვეხმარება პირად რუკაში ნუ აი კარმულად ვინც მუშაობს მაგალითად შეუძლია ცით ის კი არა რომ აი შენ წინა ცხოვრებაში ეს იყავი ან ეს იყავი ხა მეც ესე მაინც არ ვამბობ ხოლმე მე უფრო ვამბობ რომ აი ესეთი ვარიანტები შეიძლება გამომდინარეობდეს ზოგჯერ როდესაც თუნდაც შეიძლება დავატრიგეროთ ჩვენ რომ აი ეს ემოცია ჩანს აქ რუკაში, მithქვამს ხოლმე ხშირად, პირად რუკაშზე როცა ვმუშაობდი, აი აქ ეს ემოცია ჩანს, ეს დანაკარგი ჩანს, ეს მიჯაჭვულობა ჩანს, თითქოს ეს იყო განცდილი ოჯახში, ან გვარში, ან შენში და აი ადამიანს ქონია როგორი განცდილი, რომ არასოდეს ეს არ მომხდარა, მაგრამ განცდა შინაგანი აქვს ადამიანს, რომ ეს მოხდა და რომ მასში დევს ეს რაღაც მძიმე ემოციები, მძიმე განცდები, მძიმე მიჯაჭვულობები და ზოგს ეგრევე ან ცრემლები წამოსვლია, ან ისეთი გულის ტკივილი უგრძენია, რომ კი, აი ეს მაგ განცდა რომ დანაკარგი არის. და თქვათ ესეთ ემოციებზე ჩვენ რომ ვეძებოთ გვარში, რა თქმა უნდა, გვარშიც ვიპოვით ისეთ ხალხს, რომელსაც ზუსტად იგივე პრობლემები ჰქონდათ. ის აუსრულებელი ოცნებები, ან ის განცდები, ის ფრუსტრაციები, ეს ყველაფერი იყო ოჯახურ ველში. აი აქ შეგვიძლია ესე დავიჭიროთ. ამიტომ ჩემთვის მაგალითად როცა ოჯახურ ასტროლოგიას, ოჯახურ ეს კარმულ ასტროლოგიას ლაპზე ვაკეთებ ხოლმე ესე აქცენტს, იქ კარმული, ანუ წინა ცხოვრებების ასტროლოგიას მე ვერ ვარიდებ ხოლმე მაინც თავს, იმიტომ რომ ეს ზოგადად ერთი სისტემა არის, აი ეს დიდ სურათში რო ავხედოთ, აი ძალიან ისეთ გლობალური ზემოთ სურათიდან რო დავხედოთ, ეს არის ერთი სისტემა და საბოლოო ჯამში ადამიანის გარშემო ვინც კი მოდის, იქნება ეს ოჯახური ველი, მე სამეგობრო ველი, შვილები, ქმარი, ცოლი, ვინც არ უნდა იყოს. აი ეს ხალხი არის ამ ენერგო ველთან დაკავშირებული, რომ დაიხუროს ის კარმული გეშტალტები. ასე რომ ოჯახში მე თუ ვიღაცები მყავს ძალიან მძიმე ენერგეტიკის, შეიძლება მე ვიყავი მძიმე ენერგეტიკაში, წარსულ ინკარნაციებში ესე შეხედავდა კარმული ასტროლოგია და ფაქტიურად მე ჩემი შინაგანი ენერგეტიკული ველი უნდა შევცვალო, შეიძლება ზუსტად ამის მიღებით. ანუ როცა არის რომ ოჯახში რაღაც სერიოზული მძიმე განცდები არის, რომ ვიღაცას არ ვიღებ, ვიღაცა ძალიან მამძიმებს, იქნება ეს დედა ტოქსიკური ურთიერთობა, იქნება ეს მამის ტოქსიკური ურთიერთობა. ეს მე ვიყავი წარსულ ინკარნაციაში, ამას ამბობს ხოლმე კარმული ასტროლოგია. თუმცა შეიძლება ეს ემოცია, შეიძლება მე ეგეთი არ ვიყავი, მაგრამ იმ ნეგატიურ ემოციაში ვიყავი, რაში შეიძლება ახლა იყვნენ შემე ველი, ოჯახური ველი, ხო? და შეიძლება ზუსტად იმისთვის მოვედი, რომ ამ ოჯახმა მომცეს ის ფრუსტრაცია, რომელიც მე სადღაც განვიცადე და მივიღო ეს ფრუსტრაცია, ვიცხოვრო, გადავყლაპო, აი სხეულებრივად ვიგრძნო სიტყვაზე ეს ფრუსტრაცია, ხო და არა განვაგდო, იმიტომ რომ ოჯახური ველი ეს აჩვენებს იმ ენერგეტიკას, რომელშიც ჩვენ ვიყავით კარმული ასტროლოგიის კუთხით არაერთი ცხოვრება და ძალიან კარგი სიგნიფიკატორი არის ეს ველი ჩვენი გეშტალტების დასახურად. ხო, აი ეს არის ძალიან საინტერესო. მოკლედ ამ თემებს ძალიან ღრმად გავშლი ლექციაზე, ვისაც გექნებათ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ, შეგიძლიათ მომწეროთ და იქნება სპეციალური დახურული ჯგუფი, სადაც მე ჩანაწერიც დაიდება ვიდეოსი. მექნება ბევრი სიუჟეტის აღწერა ჩემს გამოცდილებაში, რაც კი იყო. მე როგორც წესი უფრო ჩემ პირად გამოცდილებებსაც ვაზიარებ, ხოლმე იმიტომ რომ ხალხს ვიღაცებზე ლაპარაკს მე შევგია ჩემი კვლევები და ჩემი პირადი გამოცდილებები დავდო. და ამავე დროს ასტროლოგიურ კომბინაციებზე გავაკეთებ აქცენტს, ვინც ასტროლოგიაში ერკვევა კარგად თუ რა კომბინაციებში ჩანს ეს ოჯახური ველის პროგრამები და პრობლემები და ასევე ჩვენში რა ხდება, ხო? ეს სულ რო რუკაშიც არ დავიკითხოთ, ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად გავაანალიზოთ ოჯახური ბედი, ოჯახური გარემოებები და ის ემოციები, ის ენერგიები ჩვენში დავიჭიროთ. ამაზეც უფრო ფსიქოლოგიური კუთხით ინსტრუმენტებზეც ვისაუბრებთ, იდენტიფიკაცია როგორ ხდება მაგალითად ჩვენში ამ პროგრამების, იმიტომ რომ ყველაზე კარგი
შესაძლებლობა ოჯახური კარმის გადატრანსფორმირების, ეს არის უბრალოდ პატერნები არ გავიმეოროთ იგივე, რაც მოგვეხვიეს თავისი ინტროექტები არ გავიმეოროთ ხო რაღაც კუთხით და ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის მუშაობა, რომ გაცნობიერდეს საერთოდ ეს პატერნები, რომ მე ვიცი ხალხი, ჩემს ირგვლივ, რომელიც დედა რა შეცდომებიც დაუშვა თავის შვილებთან, შვილებისთან, კიდევ ორჯერ იმდენ შეცდომებს შეიძლება უშვებენ ქალები ხოლმე და აი თვითონ წუხან, რომ აი მე ჩემ ხელა ტრამვები მომაყენა და ხუთჯერ მეტი შეიძლება თავის შვილებს მიაყენეს. მერე ისე რომ ერთს გააცნობიერეს, ანუ მე რომ მტკივა, მაგრამ სხვას ვერ ვხედავ. ეთკინა თუ არა, მე არ ვიცი ხო, მე ჩემს ტკივილში ვარ, გაჭედილი შეიძლება და ეს პრობლემა არის ხოლმე. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ოჯახურ ველს, ოჯახურ კარმას, ზოგჯერ ჩანს ხოლმე საერთოდ უბრალოდ მამაკაცების გვარი, ეს ენერგია არის ძალიან სუსტი. და ხალი ვარ სიტყვაზე და ეს თუ არის დაზიანებული მამაკაცის ენერგია, ეს უკვე ვლინდება როგორც ჩემი ან მამაკაცებთან ურთიერთობა, ან ჩემი როგორც ცნობიერი მხარე, მაგალითად, ამ კუთხით და ამასაც აქვს მნიშვნელობა. თან ყველაზე საინტერესო ის არის, როცა ოჯახურ ველზე ლაპარაკობთ და აი წინაპრების რუკებს, ვინც არ გაიგეთ ასტროლოგიაში თქვენ რა დაიწყოთ. ბებიების და ბაბუების რუკების ნახვა, მათი ბებიების და მათი მშობლების რუკების ნახვა. მიახლოებით ახლა საათი არ გეცოდინებათ, მაგრამ მიახლოებით თარიღი ხო გეცოდინებათ სიტყვაზე, სადაც არის ეს ხელმისაწვდომი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გენეტიკურ ხაზში რა პროგრამები არის, რა ენერგია არის ხო დასრულებული მაგალითად, ხო და თქვენში თუ რამე მსგავს ნახავთ, უკვე გეცოდინებათ ну ფაქტიურად რა ის არის ხო რა ენერგია არის აქ ხო რა ტრიალებს რა ენერგეტიკული ველი ტრიალებს და თქვენ განსაკუთრებით რა უნდა გამოავლინოთ ეს ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირადად ჩემთვის როგორც ერთ-ერთი რაღაც დიდი საიდუმლო და დიდი მისტიკა, იმიტომ რომ ამ ჩვენს წინაპრების ისტორიაში, აი ამ ბედიღბლის თემატიკაში, რომელიც ეს ჩაშლახდება, ხო, ბედიღბალში და მომავალში, იმიტომ რომ წარსულიდან მოდის მერე ყველაფერი, რომელიც მომავლის ფორმირებას ახდენს და ჩვენ თუ არ ვიცით, საიდან მოვედით, ჩვენ თუ არ გვაგაცნობიერებული წარსული, თუ არ ვიხედებით უკან, ხო, წინაპრებში მოდით, ესე ვთქვათ, ჩვენ შეიძლება ვერ გავიგოთ საით მივდივართ, თან როგორ უნდა წავიდეთ სწორად, ხომ? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, შესაბამისად, ვისაც გაქვთ ინტერესი, შეგიძლიათ მოხვიდეთ ლექციაზე, ვისაც არა და ეს ვიდეოც მე მგონი თქვენთვის საკმარისიც არის ზოგისთვის საინტერესო შეიძლება იყოს, შეგიძლიათ დამეწეროთ ვიდეოზე, ვთქვათ, მოიწონოთ ვიდეო და დამეწეროთ ხოლმე კომენტარები და წარმატებას გისურვებთ მეგობრებო დროებით.